სიყვარულის და მადლიერების უწყვეტი ნაკადი პატრიარქ ილია მეორესთან გამოსამშვიდობებლად ათასობით ადამიანის სამების რიგში დგას წვიმის მიუხედავად. დღეს გლოვის მეოთხე დღეა ქვეყანაში. ეკლესიის კარი 24 საათი ღია, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ უკანასკნელად პატივი მიაგონ უწმინდესის ხსოვნას იმ ადამიანისას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ერის ერთიანობის და სულიერი სიმტკიცის სიმბოლო იყო. სამებიდან თამნა ციკლაური ჩაგორთვება ახლა პირდაპირ ეთერში. თამნა გისმენთ. ტაძარში ლოცვა, გალობა და ტაძრის გარეთ ულევი რაოდენობა მრევლის მდუმარებით. მოკლედ რომ აღწერო, სწორედ ასეთია ვითარება სამების საკათედრო ტაძარში, ტაძრის ეზოში, სადაც ადამიანები უწყვეტ რეჟიმში მოდიან, დგებიან რიგში იმისათვის, რომ მოახერხონ და შევიდნენ ტაძრის ტაძარში და შეძლონ უკანასკნელ გზაზე პატივი მიაგონ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს. აღასრულონ ლოცვა, შეუერთდნენ გალობას, რომელიც მუდმივად განუწყვეტლივ რეჟიმში ისმის და აღევლინება სწორედ სამების საკათედრო ტაძარში. როგორც უკვე გითხარით, ფაქტობრივად არ წყდება იმ ადამიანების და იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მუდმივ რეჟიმში მოდიან სამების საკათედრო ტაძარში, ჩამოდიან სხვადასხვა რეგიონებიდან, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და უერთდებიან ამ რიგს, იმ სურველთა რიგს, ვისაც სურს, რომ ამ ფორმით ასე მიაგოს პატივი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ. ჩვენ ბუნებრივია ვესაუბრებით მრევლს, ვეკითხებით აზრს, ვეკითხებით ფიქრებს, პოზიციებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან დაკავშირებით და ყველა მათგანი, როდესაც ჩვენთან საუბრობს და იხსენებს ილია მეორეს, იხსენებენ მის სიტყვებს, ქადაგებებს, ეპისტოლეებს და ამბობენ, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის სიტყვები, რომელიც მათ სამუდამოდ დარჩებათ და ეს ამ სიტყვებში ყველაზე ხშირად ფიგურირებს სიტყვა სიყვარული, იმედი, თანადგომა, მიტევება. ეს არის სიტყვები, რომელსაც როგორც მრევლი ამბობს, მუდმივად საკუთარ ეპისტოლეებში, ქადაგებებში საუბრობდა და მოუწოდებდა საკუთარ მრევლს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და ამბობენ, რომ ეს ამ სიტყვებს ახლა მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. აქ მოდიან სხვადასხვა პროფესიების ადამიანები, მოდიან სხვადასხვა რეგიონებიდან, ასაკის შეუზღუდავად ფაქტობრივად ჩვენ ნახეთ ოჯახები, რომლებიც მცირეწლოვანი შვილებით არიან მოსულები და მიუხედავად იმისა, რომ არის საკმაოდ ცუდი ამინდი წვიმს, ეს მათთვის ხელისშემშლელი არ არის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელით უსამძიმრებ სრულიად საქართველოს ჩვენს ერს მეხანძრემაშველებით დღეს მოვედით აქ რომ უკანასკნელ გზაზე გავაცილოთ ჩვენი პატრიარქი. ემოცია ძიმია დღეები, მაგრამ ამავე დროს იმედით სავსე თვითონ პატრიარქმა დაგვიბარა ზიანი ღამე მისი გამონათქვამია და მისი დანატოვარია იმედი და სიყვარული ქვეყნის, სიყვარული ერთმანეთის. ყოველთვის ყველა შეხვედრის დროს ხას უსვამდა ხოლმე, რომ ბავშვებს იგენა ვასწავლოთ დროულად სკოლიდან და ბაღიდან. ძალიან დიდი ემოციების ქვეშ ვარ ეს დღეებია და მართლაც აქაც ვიმეორებ, რომ მეგონა რომ სულ იქნებოდა ჩვენი პატრიარქი ჩვენს გვერდით, მაგრამ ჯერა რომ იმ ქვეყნიდან დალოცავს საქართველოს, ისე როგორც აქამდე ლოცავდა. ქუთაისიდან ჩამოვედი, მამებთან ერთად ჩამოვედი მე და დავაფასე ჩვენი პატრიარქი. მე ვრჩები, რომ ღამეებიც რო გავათიო აქ, ასე ვიქნებით ყველას ისე გვიყვარდა პატრიარქი, რომ მთელი მსოფლიო დაინახავს, როგორ გვიყვარდა ჩვენ პატრიარქი. მოწყალებები უნდა გავცეთ და კეთილი საქმეები უნდა ვაკეთოთ და არ უნდა შევარცხინოთ ჩვენი პატრიარქი. ბოლომდე ის გაუხარდება ახლა იმაზე. რაც ვიყავით, იმაზე უკეთესები უნდა გავხდეთ მთელი საქართველოს. მე ვუსამძიმრებ ერს ყველას, საქართველოს საზოგადოებას, საქართველოს ყველა თითოეულ მოსახლეს ამ ძიმე დანაკლის და იმედი მაქვს, რომ ეს დანაკლისი პირიქით უფრო გააერთიანებს ჩვენს ხალხს, ჩვენს საზოგადოებას. კარგად დავფიქრდებით, რა არის ჩვენში უფრო მეტი საერთო ვიდრე განმასხვავებელი და ამ საერთოს გავყვებით და მივახწევთ იმ მიზნებს, რაც ალბათ თითოეულ ქართველში არის და სურვილი აქვს თითოეულ ქართველს, რომ იმ მიზანს მივახწიოთ, ანუ საქართველო გაბწყინდეს, ხალხს ერთმანეთი უყვარდეს და ვიყავთ ერთიანები. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს, ნამდვილად უდიდესი პიროვნება დავკარგეთ. ჩემ ოჯახში 2 ნათლულია, მესამე და მეოთხე, 4 შვილის დედა და ძალიან გვიმძიმს. უნდა უყვარდეთ ერთმანეთი ყველა ადამიანს და გავთვლიანდეთ.
აქ მოსული თითოეული ადამიანი ამბობს, რომ მათ დაკარგეს მშობელი, დაკარგეს სულიერი მამა და ამაზე განსაკუთრებით ასევე საუბრობენ თავად სამღვდელო პირები, მამაოები, რომლებიც აქ მუდმივად იმყოფებიან, ჩამოდიან სხვადასხვა ეპარქიებიდან, აღავლენენ ლოცვას და საუბრობენ ილია მეორეზე, როგორც მათ სულიერ მამაზე, ადამიანზე, რომელსაც როგორც ამბობენ, შეეძლო ყველა ადამიანის გაჭირვება, ტკივილი, მიეტანა გულთან ძალიან ახლოს, გაემხნევებინა და დაეიმედებინა ადამიანი, რომელიც ყოველთვის იდგა იქ, სადაც იყო მნიშვნელოვანი მომენტები, არა მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ საერო ცხოვრებაშიც და იხსენებენ ამ მიმართულებით სხვადასხვა ისტორიულ და მნიშვნელოვან მოვლენებს. საერთო ჯამში ამბობენ, რომ ილია მეორე არის და იყო ადამიანი, რომელმაც შექმნა ეპოქა, შექმნა ისტორია და ჩაუყარა საფუძველი ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და საუბრობენ იმ ღვაწლზე, იმ შრომაზე, რომელიც 59 წლიანი პატრიარქობის განმავლობაში შრომით და ბრძოლით გასწია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა. ეს არის ძალიან დიდი ტკივილი თითოეული ადამიანისთვის, რომ ერთია რომ ადამიანმა თეორიულად რაღაც იცის, რაღაცას ხედავს, მაგრამ მეორეა მისი გულის მდგომარეობა და გულში იგრძნობა ყოველივე ეს ტკივილი და ეს არის უმთავრესი, რომ მთელი ქრისტიანობის არსი ეს არის, რომ ადამიანი გულში შევიდეს, ღვთისმსიტყვა შევიდეს გულში და შესაბამისად ადამიანმა ეს იგრძნოს, თავის გულში იგრძნოს და აი გულიდან გამომდინარე აკეთოს სიკეთე, იმიტომ რომ ის სიყვარულიც, რაც მან გვასწავლა ღვთის შესახებ და შესაბამისად ის ამაგი და ის ღვაწლი, რაც მან გააკეთა, ეს რა თქმა უნდა ადამიანის გონებისთვის შეუფასებელია. კი, რაღაცას შეაფასებ, მაგრამ ბოლომდე ამას ვერ ჩაწვდები, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი სიღრმეა და როგორც იტყოდა ხოლმე, აი რწმენა და დიდი სიყვარული გქონდეს, რომ აი რაღაც ნაწილობრივ მაინც გაიგო ეს სიმაღლე, ეს სულიერება, რაც ამ ადამიანს ჰქონდა და ჩვენ სულიერ მამას და აი ჩვენ გორისა და ატენის ეპარქიის გვერდზე ასეთი მისი სურათი დაიდო და იქ ასეთი სერია მეოქი ანდრია მასტის დაწერა საქართველოს თეთრი ანგელოზი და ჩვენ გვჯერავს წამს, რომ ის ჩვენი თეთრი და მფარველი ანგელოზი იქნება ყოველთვის. მისმა უწმინდესობამ დათესა დიდი სიყვარული. ეს არ არის უბრალოდ მარტივად მისგან მოპოვებული. 59 წლის განმავლობაში ის ყოველთვის ხალხს უჩვენებდა რა იყო ღვთის სიყვარული, რა იყო ღვთის მადლი და წყალობა. მან გაავნულო ძალიან დიდი რთული გზა, რომელი გზაც იყო ეკლიანი გზა და ეს არ აგრძნობინა არც ერთ მის სულიერ შულს. მარტო მან იტვირთა ეს ყოველივე და აი ამით არის დიდი ჩვენი პატრიარქი, ზუსტად გაიარა ის გოლგოთას გზა, რაც უფალმა გაიარა და ზუსტად აი ამით დაამტკიცა ჩვენმა უწმინდესმა, რამდენად დიდია სიყვარული უფლისა და რამდენად დიდი იყო სიყვარული მისი ქართველი ერის მიმართ. როგორც უკვე გითხარით, უწყვეტ რეჟიმში მოდიან ადამიანები, მოქალაქეები აქ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, სხვადასხვა რეგიონებიდან, ქალაქებიდან იმისათვის, რომ მიაგონ პატივი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. უწყვეტია რიგი სამების საკათედრო ტაძრის ეზოში და ადამიანები ეტაპობრივად ნელ-ნელა ახერხებენ, რომ შევიდნენ ტაძარში და ილოცონ ილია მეორესათვის 22 მარტამდე შეეძლებათ ეს მოქალაქეებს, მათვისაც რომ ასე ამ ფორმით გააცილონ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უკვე 22 მარტს დილიდან მასშემ გადაასვენებენ ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძარში და სწორედ იქ დაიკრძალება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. მადლობა თამუნა ციკლაური იყო სამებიდან პირდაპირ ეთერში.